მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. თუ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ. გამზირებით და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებსო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ყველა კანონი, რომელიც მიღებულია და რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაინიცირებული, ამ ლოგიკას ეფუძნება. ზოგადად რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირების და ყველაფერიც. მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს. მარტივად არის საქმე, ამბობს ის. ყველა კანონი, რომელიც მიღებულია და რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული, ეფუძნება ამ ლოგიკასო განაცხადა ბატონმა კობახიძემ. აქვე დაამატა, თუმცა გაფრთხილების ვალდებულება გათვალისწინებულია კონსტიტუციით. კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებში, რომ შეიძლება გარემოებების გამო კონკრეტულმა უწყებამ მიუთითოს შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებითო თქვა მან. ცნობისთვის ცვლილებების თანახმად დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანების, სხვადასხვა კონსტრუქციები და საგნების გადაკეტვა. მოკლედ, ეს არის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, რომელიც და ცვლილება, რომელიც მანიფესტაციების შესახებ კანონში შეიტანა. ხელისუფლებამ ფაქტობრივად თუ არ გადის, რომ ახალი ცვლილება და შეზღუდვა არ დაამატოს. ამ თემაზე ვისაუბრებთ ეს გადაცემის პირველ ნაწილში. ჩვენი სტუმარი იქნებიან აქტივისტები, მაგდა მამუკაშვილი, მივესალმებ მას, ის იურისტია, ამავე დროს და ყოველდღე დგას აქციაზე, ასევე სამონ გელაძე შემოგვიერთება, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევროპათმცოდნე, ისიც ფაქტობრივად ყოველდღიურად არის ამ აქციებზე. ვიდრე სალომე მოვა, მანამდე დავიწყებ შენთან საუბარს. რას ფიქრობ პირველ რიგში კობახიძის ამ კომენტარზე? ხო, ის ამბობს, რომ თუ ბევრი იქნებით, რას გინდათ ის გადაკეტეთ. კობახიძე ვერ განსაზღვრავს, გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ამ განცხადებაზე ვიტყვი იმას, რომ კობახიძე ვერ განსაზღვრავს, რამდენი ადამიანი გამოვხატავთ პროტესტს, ერთიც რომ ვიდგე, ერთიც მე მაქვს უფლება გამოვხატო პროტესტი და არ არსებობს არც ერთ ქვეყნის კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი, რომ რაოდენობის მიხედვით განისაზღვრებოდეს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ერთი ადამიანის პროტესტიც პროტესტია და პროტესტს არ გიშლითო, უბრალოდ ტროტუარზე, მაგრამ ეს საინტერესო თემა არის, რომ როცა გეუბნებიან გზა არ გადაკეტო, როცა ცოტა ხარ, ნუ გასაგებია, ხო, იმიტომ რომ ტროტუარზე ეტევი. მაგრამ აი ტროტუარზე როგორ უნდა განისაზღვროს? ცოტა ხარ თუ ბევრი ხარ ადამიანი, როცა მიდიხარ ტროტუარზე აქციის მონაწილეები, ეს ცოტა უცნაური ამბავია, იმიტომ რომ გზაზე გეუბნებიან, რომ ტროტუარზე დაეტიე და ტროტუარზე რა უნდა გითხრან? ხო, ნუ ხა თქვენ ხოდ გახართ ხოლმე აქციებზე და ჩვენ ხედავთ, რომ იქ ჩავლის პრობლემა არავის აქვს, არც არავის არანაირი, ესე რომ ვთქვათ, კომუნიკაცია არ აქვს ამ ადამიანებთან, ვისაც რუსთაველის ტროტუარზე ჩავლა უნდა. ერთადერთი რამ იკვეთება, რომ საერთოდ პროტესტის მოკლა სურთ მათ, იმიტომ რომ დასასრული არ უჩანს ამ პროტესტს მათთვის და ეს ძალიან აწუხებთ, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ აი 200 ადამიანი რას ცვლით ან ეს ნიჰილისტური ის რო გვაქვს ხოლმე გამოსვლა. მაინც ფაქტია, რომ პროტესტი ყოველდღიური ჯიუტი და ისეთი პროტესტი, რაც ქართულს არასდროს არ უქნია, აწუხებს რეჟიმს. ამდენად ეს განცხადება კი არა, ეს მთლიანად ეს ცვლილებები, აი ყოველთვიურად და კარგად აღნიშნეთ, შეიძლება ყოველკვირეულადაც კი რომ უწევს ხოლმე ამ საცოდავ კანონს, რომელიც საერთოდ სახელდაკარგულია და იმის ნახევარი აღარ არის დარჩენილი, რაც იყო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი. ამ კანონში ეს ცვლილებაც ისევე როგორც წინები არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ ეს პირდაპირ კონსტიტუციის იმ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ წინასწარი ნებართვის გარეშე გვაქვს შეკრების უფლება ნებისმიერ ლოკაციაზე და ახლა ანუ გამოდის რომ ფაქტობრივად ნებართვის შემოაქვთ, ოღონდ კონსტიტუცია ამას კრძალავს ნებართვას და ამიტომ ხა სიტყვა ნებართვას ისინი არ წერენ. მაგრამ აღსრულების ნაწილში როცა წავა, ხო, შინაარსი ხა იგივე გამოდის. ხო, ხა გამოდის რომ ჩვენ ყველანაირი მსვლელობა უნდა შეუთანხმო ხელისუფლებას. სხვათა შორის ვიტყვი მსვლელობა აქამდე თუ მიდიხარ ტროტუარზე, ხო? თან 5 დღით ადრე.
და ეხლა იქ ხო ბევრი რამე სპონტანურად იგი ამ სპონტანურად ვეღარ დაგეგმავ, ეგ თემა არის აქ. აი სპონტანურობა უშლიდათ ნერვებს და მე მგონი ეს მორიგი ჩამოჯდომა რო ქონდათ, რომ აბა რა გავაფუჭოთ კანონში, რა გვიშლის ხელს ამ შემთხვევაში მარშები იყო რა, რის გამოცემთ და მოდი წინასწარ ნებართვები მოვთხოვოთ და ესეთი ის გამოაცხეს ბოლოს და ეხლა გმ და დმ ვერ განგვისაზღვრავს ჩვენს ფლაგეს, ვინ არიან ხო იცით? გოგა მემანიშვილი და დავით მამაგეიშვილის ფლაგეს ვერ განგვისაზღვრავს ჩვენი მარშებისას. ესენი არიან საპატრულოს ცალსახადრო თქვა. ხო, მაგრამ მე რა ხდება, ხო? სალომე შემოგვიერთა ამასობაში. მივესალმებ მას სალომე გელაძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევროპის სოდნე, ასევე აქციების აქტიურ მონაწილე. შენ რას უკავშირებ ამ ცვლილებებს კანონში? მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში შაბათის ძალიან მრავალრიცხოვანმა აქციამ კიდევ ერთხელ დააფიქრა ქართული ოცნება რა შეეძლოთ გაეკეთებინათ, რომ მოეგუდათ ეს პროტესტი, მაგრამ თავადაც ხომ ნახეს, რომ აი არც ერთმა ახალმა ინიციატივამ არ გაამართლა ჯარიმები, ციხე, რეპრესიული კანონები, ერთი წელია უკვე იგივე წრეზე ვტრიალებთ და ესეც მორიგი უშედეგო და წარუმატებელი მცდელობა იქნება, იმიტომ რომ არ გვეშინია არც ჯარიმის, არც ციხის და კანონებს უბრალოდ მოქმედების საშუალებასაც არ ვაძლევთ, იმიტომ რომ ეს არ არის რეალურად კანონები, ეს არის დაკანონებული უკანონობა და შესაბამისად არავინ ემორჩილება. აქამდე ისე გამოვიდა, რომ რაც მოითხოვეს, რომ აკრძალულიყო, მიაღწიეს ამას საბოლოოდ, ხო? ეხლა მაგალითად ქუჩის გადაკეტვის მიღწევა უჭირდათ, მაგრამ მაინც მიაღწიეს იმას, რომ ქუჩა აღარ იკეტება. ხო, ეხლა შაბათის აქცია ყოველთვის შეიძლება ახალ სიტუაციებზე ადაპტირება და ეს მე მგონი ძალიან კარგად გამოგვდის ეს უახლოესმა ერთმა წელმა აჩვენა. შაბათის აქციას რაც შეეხება, ხა ირაკლი კობახეთის კომენტარი წავიკითხე და საწაშორი სამოსო თუ ბევრი ხარ თუ გინდა მაგისტრალები გადაკეთეთ, ხა მაგისტრალები. არა, მაგისტრალის უფლებას არ გვაქვს. აკრძალული ხა არ უხსენები მაგისტრალი. რატო იმ ნარატივმა აღარ გაჭრა, რომ 10 კაცი ვდგავართ და უკვე აღიარეს ხო მრავალრიცხოვნება. ხო, ყველაფერი შეგიძლიათ გადაკეთოთ, ხო? და ხა ყველაფერი შეეგულისხმებოდა არ ვიცოდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველდღიური მარშები რო იყო, ის უფრო უშლიდათ ნერვებს, როცა დადიოდნენ და იქ აშკარად იყო, რომ დაიწყეს ადამიანების გატაცება, დაჭერა, სულად უსაფუძვლოდ და თავადაც მიხვდა, რომ უსაფუძვლოდ იჭერდნენ ხალხს. და ანუ ჯერ ქმედება დაიწყეს და მე ამ ქმედებას კანონი მოარგეს. შევთავაზეთ, რომ პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება აღიზიანებთ და აწუხებთ და მით უმეტეს ისეთი სკანდალი დაერთო ამას, რასაც ქიმიური მოწამვლა ქვია, რომ ამ სიტუაციამ საერთოდ დაამძიმა კონტექსტი როგორც შიგნით, ისე გარეთ, იმიტომ რომ აი საერთაშორისო მედიას და პრესას რომ გადახედოთ, ყველგან ამაზეა საუბარი, როგორი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის წინაშე. ამ თემას უფრო დეტალურადაც შევეხებით აუცილებლად ეჭვი არ მეპარება, მაგრამ უბრალოდ კონტექსტი რო აღწეროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან ძალიან დაამძიმა მათი მდგომარეობა რეალურად. ხო, კი ბატონო, მაგრამ რა რეალობას მივიღებთ? ეხლა მაგას შენ იურისტი ხარ და რო შენ გამაინტერესებს, ანუ ამ ცვლილებებით რა რეალობას მივიღებთ? ანუ რა ხდება, როგორ უნდა დაიგინოს აქცია, რა უნდა გაკეთდეს, რომ კიდევ ახლა არ აღმოჩნდეთ ციხეში, იმიტომ თავიდან არის ორი კვირა, მე მეორეჯერ თუ იზამ ამას ერთი წელი. ანუ საკმაოდ კაცრი სანქციები, ადრე თუ ჯარიმები იყო, ანუ ჯარიმები აღარ არის. ხო, ხათაშორ ჯარიმებზე წერია განმარტებით ბარათში, რომ საშემოსავლო ნაწილზე თუდა დაისახება, იმიტომ რომ ჯარიმები პატიმრობით ჩამანაცვლეთო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ფული მოგვაკლდება. რაც შეეხება თვითონ შედეგს, აი როგორ გითხრათ, ანუ საუმემ სწორად აღნიშნა, გზა რო არ იკეტება, არ ნიშნავს, რომ პროტესტი გაქრა. ანუ გზის გადაკეტვა უბრალოდ იმ მომენტში ფიქრობ რა გზის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანია რომ თქვა წახვიდე იზოლატორში 10 დღე ანუ თორე დღესვე გადავალთ და დღესვე გადავტკეტავთ გზას ხო ანუ ნახეთ როგორ არის რაც შეეხება ხა ის მარშები ყოველდღიური მარშები ანუ როგორ იყო ნახეთ გზის გადაკეტვა ხდებოდა ამაზე იბრძოლა ხელისუფლება ჯერ ჯარიმები გაზარდა ამან არ გამოიღო შედეგი ხალხს დაუგროვდა ზოგს 100,000 ჯარიმა გადასახდელი და არ იხდის ამას ვარგებ მე შემოიღო პატიმრობა. უპრეცედენტო რამე გააკეთა ახლა, ხო, ამაზე ერთწლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის დანაშაული აქცია და ამან შედეგი გამოიღო. თავიდან არ გამოიღო, ხა ხალხი ჯდებოდა ციხეში ორი კვირით, მაგრამ მე განმეორებაზე გამოიღო. არა, ვერ დაგეთანხმები მაგნაცში და როგორ იყო სწორად უნდა ვთქვა. ახლა თქვენ ამბობთ, რომ იმათ მოქმედებებმა გამოიღო. ესე არ ყოფილა. ნახეთ, ჩვენ მივდიოდით უკვე მეორედ გადაკეტვაზეც მიდიოდა ხალხი. და მათ სისხლის სამართლის დაჭერა შეწყვიტეს. ერთი ადამიანი დაიჭირეს მხოლოდ და არ გაუშვეს ეს ხალხი. პოლიტპატიმრები არ გაზარდეს. ესენი ვიმყოფილან ალბათ ფიქრობდნენ სისხლსაც მიდიანთან და არ უნდათ. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარია. ნახეთ, რაც უფრო მეტი ხა მე რო დამიჭირო ჯვარი ნებისმიერი. დედაჩემი გაჩერდება? ანუ ჩემი ახლობლება, აი რამდენი ადამიანი გამწარდება. ხო, აი პოლიტპატიმრების რაოდენობას გაზრდიან და 50-ს კიდე დაამატებენ. თან გზის გადაკეტვაზე რა აბსურდია, ახალგაზრდა ადამიანი
ადამიანებს რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ადამიანს გზის გადაკეტვის გამო შენ რო ერთი წელი ციხეში სვავ, ესეთი რამე ამ ქვეყანას ახსოვს, საბჭოთა წარსულს თუ არ გავიხსენებთ, თორე არ ახსოვს. ამდენად აღარ გადააკეტინეს უბრალოდ მოდიოდა პოლიცია და გადავყავდით. აი ეს იყო ეს ფაქტი, თორე ჩვენ გადავდიოდით კი ძალით აღარ მაგრამ ამის წინაპირობა ბოდიში ჩავაზუსტებ იყო ის, რომ არ იმუშავა ციხემ, ადამიანები რამდენიმე დღით კი არა, ერთ წლიანზე წავიდნენ და უკვე მეორეჯერ ვინც ეს გააკეთა, აღარავინ დაიჭირეს. ამაშია საქმე. ამ კანონმა არ იმუშავა და მე ადაპტირდნენ იმ რეალობაზე, რომ საერთოდ აღარ გადაგვაკეტინეს ქუჩა. ხო, მე ჩვენ უკვე დავიწყეთ, კი ბატონო, მე დავიწყეთ მარშები. და პოლიცია ძლიერია და არ გადამაკეტინეს ქუჩიდან და შედარებით შედეგი ხან. ფაქტია მე შედეგს ვამბობ, რომ ამ გზის გადაკეტვა რაღაცერად აღკვეთეს. მე პროტესტი ადაპტირდა ამაზე და დაიწყო მარშები ყოველდღიური და სიარული და ვიწრო ქუჩები თავისთავად იკეტებოდა უკვე რომ ვესელიძეზე ჩადიოდა და ასე შემდეგ. ამას ერთი კვირა უყურეს წყნარად. და მე მიხვდნენ რომ ესენი არ გაჩერდებიან და უკვე დაიწყეს ამის აღკვეთაც. დაიწყეს ხალხის დაჭერა სრულად უმიზეზოდ ეს კანონი რო ყოფილიყო კიდე იტყოდა ადამიანებს რაღაცას ხო ხა ის კანონიც არ ქონდათ და მე მოარგეს ამას კანონი მაგრამ ფაქტია რომ ამასაც მიაღწიეს ეს მარშებიც ფაქტობრივად გაჩერებული ეხა რუსთაველზე დადიხან რატო წინ დაუკან მაგრამ ის რა ქუჩებში რასაც დავდიოდეთ ქუჩებში ხო ფაქტია არ სამაგიეროდ ეხლა გადავედით კვირაში ერთხელ დიდ შეკრებაზე და ფაქტია რომ შაბათმა დღემ სადაც ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია იყო ძალიან გააღიზიანა პოლიცია შსს-ც ქართული ოცნებაც, იმიტომ რომ ხედავდით რაღაც მათი რეაგირება, როგორი იყო დაუშვათ, ხო, რაც მოლაპარაკებული იყო, რომ ერთი ზოლი შეგვეძლო რომ დაგვეკავებინა, იქაც კი არ გვაძლევდნენ სიარულის უფლებას, თუმცა რომ დაინახეს, როგორი მრავალრიცხოვანი იყო აქცია და რამდენი ადამიანი შეიკრიბა, მე აღარ გაგვიწიეს წინააღმდეგობა, რეალურად ესე იყო. კი ბატონო, ანუ მთავარი ამ პრობლემა რა არის, რომ თუ ბევრი ხალხი მოდის და შაბათს რადგან დაწესდა ეს დღე, ადრეც იყო ხო ეს იდეა და ეც ვამბობდი რომ ბევრი ადამიანია რომელიც ყოველდღე ვერ მოდის და ამიტომ მათთვის უნდა არსებობდეს კვირაში ერთი დღე ვისაც უნდა მოსვა პროტესტზე რომ კვირაში ერთხელ მაინც მოვიდეს და შაბათი ეს დაწესდა და ყოველ შაბათს იქნება ეს დიდი მარშები და თუ კიდე მოვა იმდენი ადამიანი ხო რამდენიც იყო მაშინ რამდენიმე 1000 ადამიანი იქ კობახიძემას თქვა რომ ხელს ხო შეგიშლითო შეცვალეს რიტორიკა მოკლედ. პატარა მარშებზეც ვერ გეთანხმებით და რატო გეტყვით? პატარა მარშებიც არის ხა არ გაჩერებულა ეს. ხო არა, რუსთაველზე იყო გუშინ ახლა, ხო? გუშინ აქცია იყო ჯანდაცვის სამინისტროს. მაგის აღსაკვეთად არის ხა ეს კანონი. ვიტყვი, ხო, სხვაგანაც იყო. ანუ ამის წინ იყო ზუსტად მე მიმართე აქციას რომ მივდივართ, მეგობრებო, ავდივართ ზედა ქუჩებზე და უნდა გავაგებინოთ ყველას რომ დაგვწამლეს, მაგრამ გეუბნებით, არის დიდი რისკი დაჭერის. პირდაპირ გეუბნებით. ამდენად თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, წამოხვალთ თუ არა. ნახევარმა გადაწყვიტა რომ წამოსულიყო, ნახევარი დარჩა რუსთაველზე. რაც სავსებით მისაღებია, იმიტომ რომ ეხლა 10 დღით და 15 დღით შეიძლება არ გიღირდეს იმ ერთი მარშის ჩავლა, მაგრამ უკვე 100 ადამიანს და 200 ადამიანს რო უღირს, ეს ძალიან ბევრი რამეს ნიშნავს. ანუ პირდაპირ ეუბნები ციხეზე მოდიხარ ადამიანი, ის ადამიანი 200 ადამიანი მოდის ერთ მარშზე ციხეზე. აი წარმოგიდგენიათ თქვენ და თქვენ გინდა ეხლა რა იქნება ამ კანონის რო შეიცვლება? ანუ რა გამოდის რომ მარშის გაკეთება თუ მოგინდება? 5 დღით ადრე უნდა უთხრა? არა, ჩვენ ქაღალდებით ცირბილს არ ვაპირებთ რა. ჩვენ ქაღალდებით ცირბილს არ ვაპირებთ, არანაირი ნებართვების აღებას, ის რაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული, ამას არ ვაპირებთ და ეს კანონი იმდენად აბსურდია, რომ ამის შესრულებას ჩვენ არ ვაპირებთ. ციხეზე მივდივართ მაგე ხალხი ვარ. პირველ კურსელმა იურისტმა ციცის, რომ საქართველოში ყველანაირი კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის მთავარ კანონს კონსტიტუციას. ეს არის იურისტების ბიბლია და არა მხოლოდ შესაბამისად ჩვენ კონსტიტუციას უჯერებთ და მივყვებით ევროპული გზის მიმართულებითაც და ყველა სხვა კანონთან დაკავშირებითაც და ის რაც უნდათ რომ დააკანონონ ჯერჯერობით კანონპროექტია ჩანასახშივე უკანონოა და ისე ვერ იმუშავებს როგორც დანარჩენმა კანონებმა. კი ბატონო, თუმცა ერაკლი კობახიძემ თქვა რომ ეს იმიტომ კეთდება რომ 100 და 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ანუ როცა ცოტა ხართო, ამიტომ 4 მილიონ ადამიანზე ვინი ძალადა ჩვენ ვნახეთ ხო? ვინი ძალადა 4 მილიონ ადამიანზე ვნახეთ ქიმიურად მოწამლეს 4 მილიონი ადამიანი. იმიტომ რომ ეხა მარტო პროტესტის მონაწილეები კი არ მოწამლეს, ვინც კი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სკოლებიდან დაწყებული, რომელიც სავსე იყო ბავშვებით, გამვლელებით გაგრძელებული და მაცხოვრებლებით დამთავრებული იმ ტერიტორიაზე, ვინც იყო, ყველა ადამიანი დაწამლეს, ასე რომ თუ ვინმე ახორციელებს ტერორს საზოგადოების წინააღმდეგ, ეს არის ქართული ოცნება. ხო, ამ თემაზეც გადავიდეთ მაშინ. კი, ძალიან დეტალურად უნდა ქართული ხელისუფლება ამბობს, რომ ეს თემა ჩაიხურა.
არაფერი არ დადასტურდა და გამოძიება მოგახსენებთ ამ თემაზე თუ შეიძლება. მოკლედ დავიწყოთ ჯერ იქიდან, რომ როგორი утоპია არის, რომ პოტენციური დამნაშავე ვინც არის ამ თემაში, ის რო იძიებს ამ საკითხსო, ანუ სუს რო გამოაძიებინეს ეს საკითხი, ეს უკვე утоპიაა და სამართლებრივი აბსურდი. ასევე პირველ კურსელმა იურისტებმაც კი იციან და დამწყებებმა, რომ გამოძიებას აქვს თავისი საბაზისო მოთხოვნები, რომ ეს ჩაითვალოს გამოძიებად, ხო? არც ერთი საბაზისო მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. დავიწყოთ იქიდან, რომ არც ერთი დაზარალებული არ იქნა გამოკითხული. გავაგრძელოთ იმით, რომ არც ერთი ლაბორატორიული და ქიმიური კვლევა არ იქნა ჩატარებული. არც ერთი ნივთმტკიცებულება ამოღებული და ეს ყველაფერი ჩაატარეს 5 დღეში. ანუ ქიმიური მოწამვლის საქმე ჩაატარეს 5 დღეში, მაშინ, როდესაც თვეები, წლები არის გასული, აღძრული საქმეები და ამას ბოლო არ უჩანს და 5 დღეში დაასრულა სუსმა ქიმიური მოწამვლის საკითხი. ეს ერთი ამბავი. მეორე, ამ გამოძიების მიზანი სიმართლის გამოვლენა კი არა, დანაშაულის დაფარვა იყო და ეს ჩანასახშივე იყო ცნობილი. კიდევ ერთი საკითხი, თავიდან დაანონსეს, რომ BBC-ს უნდა ვუჩივლოთო. რატომ აღარ უჩივლეს BBC-ს? თუ მართლები არიან BBC-ს. ხო, დაველოდებით აუცილებლად BBC-ს და ქართულ ოცნებას შორის სამართლებრივ დავას და ეს როგორ შედეგებს გამოიღებს, ამასაც დაველოდებით, იმიტომ რომ აუცილებლად გამოიწვევს ეს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს ამის თაობაზე, BBC-ს აუცილებლად მოუწევს მტკიცებულებების წარმოდგენა და კვლევების უფრო ისეთი სიღრმისეული და კიდევ უფრო კარგად გაიშლება სიმართლე, ამიტომ ჩვენ მხოლოდ გვაწყობს ეს ამბავი და ბოლომდე ვიქნებით მივადევნებთ თვალყურს რამდენად ჩატარდება ეს გამოძიება და რასაც ეხა აკეთებენ ეს პროპაგანდით რომ უნდათ რომ ჩამალონ ეს ქიმიური მოწამვლის საქმე ძალიან მაგონებს ასადის ამბავს იმიტომ რომ ზუსტად ესე ქიმიური არაღით მოწამლეს სირიაშიც ადამიანები და მე რუსებთან ერთად კარგი პროპაგანდისტული ნარატივები შეიმუშავეს როგორ ჩაეჩქმალათ ეს თემა და როგორ გაესაღებინათ აბსურდად და ზუსტად ამას აკეთებს ქართული ოცნება ჯერ იუმორში გადაიტანეს ეს საკითხი და საქილი კოდაქციეს ამდენი ადამიანის დაწამვა კი ბატონო შემდეგ რაღაცა შევწუთიყუშ ბუმბული გაცდა და ამაზე აქვს მე ვიყავი იმ ეთერში და ხო აი აქამდე ხო მე ვუყურე მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხო ეხა პროპაგანდას არგებენ ნებისმიერ ადამიანის საუბარს ხო და მთავარი ამბავი არის ის რომ ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშაული და აუცილებლად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიების ჩართულობა ამაში რომ რეალურად დადგინდეს სიმართლე ჩვენ არ ვენდობით ქართული ოცნების გამოძიებას რომელიც თვითონ არის პოტენციური დამნაშავე. დავიკითხავ რა თქვა ირაკლი ყობახიძე დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს ეს არის პირველი რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ რომ BBC არის საზოგადოებრივ მაუწყებელი პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით შესაბამისად პირველი რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო რომელიც მათ გაავრცელეს და ხედავთ რომ სკანდალი შექმნეს აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო რომელიც აბსოლუტურად სიყალბეზე იყო დაფუძნებული გამოძიება არის დახურული ჩვენ განაცხადეთ ღია და საჯაროდ ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ჩვენგან ინფორმაცია ამ გამოძიების თაობაზე მთლიანობაში როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები რომლებიც იყო ნახსენები სუსის ბრიფინგზე ეს ეხება უკვლებლივ ყველა შემთხვევას როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან მარტო 4 და 5 ოქტომბერი არა გასაგებია მერაბ და გომელაურის განცხადებაზე არ გააკეთა კომენტარი ყობახიძე იმ დროინდელ მაშინადა საქმეთა მინისტრმა უფრო იცოდა რა ნივთიერება ჰქონდათ თუ ახლანდელმა სუსის ხელმძღვანელმა ან ახლანდელმა პრემიერმა გომელაურმა დაადასტურა იმ ნივთიერების არსებობის ფაქტი აიბლარენ კომუნიკაციაში აიჭრენ ხო ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ ამდენი დღეა და მხოლოდ ესეც მოწმობს იმაზე, რა საშინელება აქვს ჩადენილი. კი ბატონო, მაგდა შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? ანუ რამდენად არის პერსპექტივა იმის, რომ რაღაც დამტკიცდეს ის რომ იქ იყო უკანონო ნივთიერება გამოყენებული? საერთაშორისო გამოძიებით ალბათ უნდა დამტკიცდეს და მე ასევე მგონია რომ BBC-ს იმხელა შრომა ჩაუდია, როგორც შერგელაშვილთან ინტერვიუში ვნახეთ. ანუ მთელი წელი ამზადებდა ამ რეპორტაჟს, აქედან დავიწყოთ. შეიძლება იმის ნახევარი გვაჩვენეს, ვიდრე მათ აქვთ რეალურად მტკიცებულებები და ჰააგის იურისტებთანაც კი ჰქონდათ მათ გავლილი ეს
კონსულტაცია, როგორც ჩერგელაშვილი ამბობს და მათ იმ დონეზე იცოდნენ პერსონალური მონაცემები ამ საქმეში მონაწილე ხალხის, ცხოვლის, მათ შორის სიცხლის ჭავლის მანქანის და ასე შემდეგ, რომ ეს მაფიქრებინებს ნამდვილად ეს საქმე მივა ჰაგას სასამართლომდე და საერთაშორისო გამოძიება აუცილებელია, ცხადია. მაგრამ რამდენად დადგინდება, ამას მე ვნახავთ ცხადია. ახლა სულსმა რო არ დაადგინა არაფერი და რო არ გვეუბნება პასუხ გაუცემოს რო ტოვებს კითხვებს და თუ დააკვირდით ქართული ოცნების წარმომადგენლებს რო უსვამენ კითხვას, თავს არიდებენ და მითითებას აკეთებენ რა, აი თუ ვეთანხმებით გამყრელიძის დასკვნას, რომ რაღაც ეს სტილში ამბობენ, სულსმა რაც თქვა იმას ყველაფერს ვეთანხმებითო, მაშინ როდესაც მაგალითად სუთი ყურშის მესეჯ ბოქსზე შეეძლოთ ფანტაზია განავითარებინათ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით ეს საკითხი წარმოედგინათ. მაგრამ იმდენად ფრთხილობენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი ხა ესეთი რაღაც ვის გასვლია და ვის შერჩენია, რომ ამათ შერჩეს, ეშინიათ მათ შორის სანქციებისაც, საერთაშორისო პასუხისმგებლობის და გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. ხა ირაკლის აუღია თავის თავზე, გვეუბნება, რომ ის ნივთიერებებიც ის იყო, რაც მაშინ გამოვიყენეთო, მაგრამ მსგავსად გომელაურისაც თვითონაც არ არის ქიმიკოსი და სულსი არ იღებს პასუხისმგებლობას, ხოლო 4-5 დეკემბერზე იღებს პასუხისმგებლობას და დანარჩენი დღე 28 ნოემბერი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელია. მე რა ბრო ჩავაზუსტო რა, რამდენიმე მექანიზმი არსებობს, როგორც შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა საერთაშორისო გამოძიება ჩავრთოთ. ერთი არის გაერო სპეციალური მომხსენებლის ერთობლივი გადაუდებელი მიმართვა, მეორე არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი მისია, მესამე არის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენდერული დირექტორის მიერ ჩამოყალიბებული ფაქტების დამდგენი მისია და მეოთხე საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორის მიერ წარმოებული წინასწარი მოკვლევა. აი რო არ შემშლოდა ზუსტად ციტირებ, აი ნებისმიერი ეს ორგანიზაცია ჩართონ და დაგვიფტკიცონ რომ მართლები არიან და მთელი ეს აჟიოტაჟი დასრულდება. ხო, კი ბატონო, ნუ კობახიძე თქვა რომ მზად ვართ ამისთვის, რომ ნახოთ ამ რა გარგზელება იქნება. ფაქტია რომ ხელისუფლების ინტერესში არის რომ ეს თემა რაც შეიძლება ასე თქვა გადავიდეს მეორე პლანზე და აღარ იყოს დღის მთავარი წესი. კი, ფოკუსის გადატანა მათი აქცენტი რაზე არის, რომ ხა რამდენი ილაპარაკებენ, ხო? ნახეთ, BBC-ს აღარ უჩივით, ხო? არა, ყველას უჩივლობთ. არ ვიცი ამდენად შეცნო, მაგრამ კობახიძე, დავიკითხავ ხა ამ ბოლო ნაწილსაც, მაშინ ხუთმა მიმართა, ამის ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მათი არგუმენტი რაც არის, რომ თუ ესე დავწამლეთ ხალხი, რატო არ არიანო მძიმედ დაშავებულებიო. ხუთმა მიმართა სუბუქი არ იყო ყველა მძიმედ დაშავებული, მაგრამ დაფიქსირებულია. ხუთმა მიმართა სუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერენ მეორე დღეს. ხუთი ყურში დასწვიდა ბუბული, აქამდე დახვედით. ვაპირებთ მიმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელს, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, იმის რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ყუმილის გამო, რომელიც გაავრცელეს. სულსმა ყველაფერი თქვა. მე რა ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ჩავაზუსტო, რომ შარშან როდესაც ეს ამბავი მოხდა, ხო, დაახლოებით 28 დეკემბრიდან 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდი იყო, ნუ ზუსტი რიცხვები როცა ეს გამოიყენეს, რაღაცა ამ პერიოდში იყო, 1000-მდე ექიმმა გააკეთა პეტიცია. ექიმებმა იხმაურეს, აჟიოტაჟიც ატეხეს, ეხა ის ექიმები, ვინც შეკრულები არიან რუსულ რეჟიმთან და ეხლა დუმან არც მაშინ უხმაურიათ, თუმცა ის ექიმები, რომლებიც ღიად პოზიციონირებენ და არ ეშინიათ ქართული ოცნების, იმ ექიმებმა მაშინვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, მაშინვე მიმართეს დაავადებათა კონტროლს, პეტიციაც გავრცელდა და ანუ ეხლა რასაც ამბობენ რომ ეხლა გაგახსენდათო ეს არის აბსოლუტური სიცრუე, იმიტომ რომ მაშინაც ატყდა ამბავი, იმიტომ რომ მიმართვიანობა მაღალი იყო, თუმცა ისეთი შემთხვევებიც დაფიქსირდა, როდესაც პაციენტების მდგომარეობა ფორმაზში არც კი ჩაწერეს ექიმებმა, ხო? უამრავი ესეთი შემთხვევაც ვიცით, თუმცა ეხლა პროპაგანდას ესენი ყველაფერს არგებენ, უნდათ ესე გამოაჩინონ რომ თითქოს ეხლა გაგვახსენდა ეს 1 წლის მერე, რეალურად ესე არ იყო, თუმცა პირადად ჩემი გამოცდილება რომ გავაზიარო, რომელიც ასევე მოვიწამლე ჭავლითაც, გაზითაც და წიწაკის სპრეითაც, ისეთი მძიმე დღეები იყო, მაშინ სასიკვდილოდ ცემეს ადამიანები და როგორ დავიწყებდი წუწუნს, ეხა ხველება მაქვს და სუნთქვა მიჭირს, ხო? რეალურად ეს ყველაფერი. ქიმიური იარაღთან დაკავშირებით კითხვები, რომელიც გაჩნდა, მაგრამ უნდა დაგვავიწყდეს, რაც დამტკიცებული ნანახი გვაქვს, ხო? ანაკლები პრობლემა იყო ეს ძალადობა, ხო? უდიდესი ძალადობა, რომელიც სამარშრუტო ტაქსებში ემატყება ადამიანების ქუჩაში ემატყება, ფიზიკური ძალადობა დღეს პირველმა გაავრცელა ლევან ხაბეიშვილის შვილის კომენტარი, პატარა ბავშვი არის 8-9 წლის ალბათ, შეიძლება 10 წლის, რომელმაც, ასე თქვა, ჯერ იყო და ტელევიზორში მე და ჩემმა ძმამ ნახეთ, როგორ დაულეწეს მამას
სახის ძვლები. მე და ჩემი ძმას არასოდეს არ დაგვავიწყდება, როდესაც სახლში მოვიდა, როგორ დალეწილი ჰქონდა მთელი სახე. ამბობს ბავშვი. ტრაგედია. 8 წლის ბავშვი მამაზე, ლევან ხაბეიშვილის შვილი. გასაგებია ხო ლევან ხაბეიშვილმა ვიღაცას არ უყვარდეს, არ მოსონდეს, მაგრამ ის რაც უქნეს მას და სხვებს კიდევ, ხო, ეხა იქ დათო კაცარავას და ბევრი იყო, ესე იგი ლიდერები ცემეს, მე არა მარტო ლიდერები ხარ, აქტივისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. შესაბამისად, ქიმიურ მოწამვლაზე არანაკლები დანაშაულია ეს, ხო? დადასტურებული ძალადობა არის, რაც ნახეთ საკუთარ მოსახლეობაზე. ესა BBC-ს გამოძიება ხო მაგ ფაქტებით იწყება, რასაც არ უნდა გაეკცნენ, ხა მაგას ხო ვერ წაშლიან, ეს ხო ნამდვილი ფაქტებია, წაქცეულ ადამიანს რომ ორი სხვადასხვა სპეცრაზმელი სახეში უტყავს. ეს ხო ნახეთ ადამიანს რომ სახის ძვალი ჩაულეწეს და უამრავი ოპერაცია დაჭირდა ალექსი თირქიას, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ ისინი სანქციებს მე მგონია ისედაც რომლსაც პროპაგანდისტულ მედიებს იღლიცნეს. ამ ხუთ ადამიანზე მინდა პატარა კომენტარის გაკეთება, ჯერ ერთი არ ემთხვევა თვითონ შესაძლოა მიერ მიწოდებული ინფორმაცია საიასთვის თუ რამდენი ადამიანი გადაიყვანა თვითონ ბრიგადებმა. ეს იყო 200-მდე ადამიანი და ეხლა იძახენ 54-იო. ასევე არ ამბობენ ეს 5 ადამიანის შემთხვევაში რომ ინტოქსიკაცია დადგინდა, რა ნივთიერებით ინტოქსიკაცია დადგინდა. შეიძლება იმ 5-ში გამოვლენილიყო და ეს სავსებით საკმარისია ნივთიერების გამოყენების დადასტურებისთვის. ამდენად ეს გამოძიება არის თეთრი ძაფით ნაკერი და არ გუჯერა და არც ვაპირებთ რომ დავიჯეროთ. ბოლო ერთი წლის მანძილზე არც ერთ მსგავს შემთხვევაზე არც კი არის აღძრული საქმე და ქიმიური მოწამვლის საქმე სუსში ისეთი კომპეტენტური ხალხია და ისე ბრწყინავენ რომ 5 დღეში გამოიძიეს. ქიმიკოსები ისე რომ არც ერთი აუცილებელი ღონისძიება არ გაატარეს. რჩება ამ თემასთან დაკავშირებით არის ის რომ კვლავ გაგრძელდეს მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებაზე თუ დათანხმდება ამას ოცნება და მე საერთაშორისო და ველით ასევე BBC-ს რომ უჩივლონ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საერთაშორისო გამოძიება იტყვის რომ არ ყოფილა, ნუ მე ბუნებრივია დავიჯერებთ ამ ყველაფერს. კიდე ერთი კითხვა მაქვს უსმა თქვა რომ ებრაული კომპანიისგან ვიყიდეთო და ველოდი რომ იტყოდა რომ ამ კომპანიისგან და რატომღაც არ თქვეს რომელი კომპანიისგან იყიდეს ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ წავიდოდით გადავამოწველით ანუ წავიდოდით იმ ებრაულ კომპანიას დაურეკავდით და ვკითხავდით რა მიყიდე ისხდნენ და ფიქრობდნენ ტექსტი როგორ დაეწერა და ეს რაც კარგად გვეტყვის სუსი და ასახელებს ამ ებრაულ კომპანიას უფრო მეტი დამაჯერებლობა იქნება იმიტომ რომ კითხავთ ამ ებრაულ კომპანიას მე რა მიყიდას და რაღაცას გავარკვევთ ნაწილობრივ მაინც რა მიყიდეს მათ თუმცა ფაქტია რომ საერთო მესიჯზე ვერ ჩამოყალიბდნენ შიგნით იმიტომ რომ ყოველდღე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ და ეხლა როცა მაშინდელი ჩინაგან საქმეთა მინისტრი და დღევანდელი პრემიერი სხვადასხვა რაღაცას გველაპარაკებიან რომელს დაუჯეროთ იმიტომ რომ ხა უცნობით ძლიერი მხარე რაც არის პროპაგანდაა ხო რუსული გაიდბუკით ხელმძღვანელობენ და ამაზე დგას მთელი ქართული ოცნება და ამ დღეებში ძალიან ისეთი იყო გაბლარული და არადამაჯერებელი მათი კომუნიკაცია და ესე არ ხდება ხოლმე საერთოდ ესეც ნიშანდობლივია. მოკლედ, ნახოთ, პროტესტი გრძელდება, ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა მოარგოს ამ პროტესტის ფიქრობს, რომ კანონმდებლობას მოერგოს და ნახოთ რა როგორ იქნება. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის, მადლობა ასევე თქვენი ბრძოლისთვის. მაგდა მამუკაშვილი, სალომონ გელაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ ჩვენ საერთაშორისო გამომჭვალობის წარმომადგენელი სანდრო ბარამიძე ჩაგვერთვება 9 დეკემბერი კორუფცია საბრძოლის დღეა და საერთაშორისო გამომჭვალობამ საინტერესო განცხადება გამოაქვეყნა თუ რა დონეზეა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. და აი ამ დასკვნის შესახებ რო გვითხრა, ასე საკმაოდ ძიმე ტერმინები არის გამოყენებული, ხო, მიტაცებული სახელმწიფო და ასე შემდეგ და ძირითადად ამბობთ რომ კორუფციას ემყარება ქართული ოცნების ხელისუფლება. თუმცა ჩვენ ნახეთ რომ ბოლო პერიოდში მათ პირიქით ბრძოლა დაიწყეს კორუფციასთან და ამბობენ რომ ვებრძვით კორუფციას. მადლობა ამ თემის დაფარვისთვის და მადლობა თქვენ ტელევიზიას, იმიტომ რომ ყოველთვის ინტერესდებოდით ხოლმე ჩვენი სათქმელითაც და ზოგადად ამ თემითაც. დავიწყებ იმით, რითიც თქვენ დაიწყეთ. ამ ბოლო დროს ოცნებამ დაიწყო თითქოს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობდით, რომ ეს რეჟიმი, ეს სისტემა უმაღლესი დონიდან დაწყებული, რაღაც აი ყველაზე დაბალ დონემდე არის გაჯერებული კორუფციით. ეს დგას კორუფციაზე, საზრდოობს კორუფციაზე და ვინც ცოტა უფროსები ვართ და შევარდნაძის პერიოდი გვახსოვს, ჩვენი შეფასებით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც შევარდნაძის დროს არსებულ კორუფციას. უბრალოდ ეხლა რესურსი მეტია, ეხლა მეტია, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვა, ასე ვთქვათ, მოსაპარის მეტია და ეს ნაკლებად აღიქმება. თუმცა
ნუ ასევე ალბათ ნაკლებად აღიქმება, იმიტომ რომ აღარ არის ეს ტოტალური კორუფცია, ხო, უფრო ელიტური არის კორუფცია. შევარდნაძის დროს ახლა იპარავდნენ როგორც მაღალჩინოსნები, ისე რიგითი პოლიციელები, ეგრეთ წოდებული გაიშნიკები, არ ვიცი, კლერკები და ასე შემდეგ და ყოველდღიურად ქონდა ადამიანს შეხება ამ კორუფციასთან. ზუსტად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობის თვალსაზრისით ნაკლებს იპარავენ დღეს, ხო? ამ ხრივ შეიძლება მეცაც, კი ბატონო. კი, მაგას ვამბობ ზუსტად. და მეორე, ეს ახლა კორუფციასთან ბრძოლის გარდა ყველაფერია. ეს არის ოცნებაში შიგნით კლანური დაპირისპირება ამ ქვეყნის რეალური მართველი და ოცნების ბატონ პატრონი ივანიშვილი ვიღაცებს გაუბრაზდა, ვიღაცებს აღარ ენდობა და აი სწორედ ეს ხდება ახლა დღეს, როდესაც რაღაც მინდინარაძის ხელით და სხვათა ხელით, რაღაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს და სხვებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს და სხვებს ერჩიან. ხო, ეს არის რაღაც კლანური ბრძოლა, კლანური წმენდა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან არ მომხდარა, ხო, ესეთ რეჟიმებში ყველგან ხდება ხოლმე, ყველგან მომხდარა სხვადასხვა ეპოქებში და ჩვენს ამ ხრივ არაფრით არ განსხვავდებით. ჩვენ რითიც განსხვავდებით რეალურად სხვა ასე ვთქვათ, მოავტორიტარულო ქვეყნებისგან არის ის, რომ მათაც შეიძლება ყავდეთ ოლიგარქები, მათაც შეიძლება ყავდეთ ხალხი, ვისაც კონდეს გავლენა ეკონომიკაზე, ასე თუ ისე, მაგრამ ესეთი ტოტალური გავლენა, როგორც ივანიშვილს აქვს ყველაფერზე, ესეთი კონტროლი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, სრული კონტროლი. დღეს წარმოიდგინეთ, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ არსებობს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რამე ნაბიჯი გადადგას ისეთი, რომელიც შესაძლოა ივანიშვილის ან ოცნების აზრს არ ემთხვეოდეს, მას არ ეთანხმებოდეს და რაღაც ის საპირისპიროდ მიდიოდეს. ანუ ესეთი რეჟიმებში ნამდვილად ერთ-ერთი პირველი ვარ, ჩვენ პირველი თუ არა, იმ დომინიტაცა ივანიშვილმა სახელი. და ჩვენ რაც გვიწერია ამ განცხადებაში, რომ კლეპტოკრატიად გადავიქეცით, ხო? ეს ასევე ტერმინია, ეს არის ტერმინი, რომლითაც სოფლიოში ესეთ რეჟიმებზე საუბრობენ, როდესაც კონკრეტულ დახასიათების მატარებელი არის ხოლმე რეჟიმი და მმართველობა და ეს ხდება ჩვენთან სწორედ, როდესაც ივანიშვილი აძლევს უფლებას თავის უმაღლეს შინაარსს, რომ გამდიდრდნენ და შემდეგ ამით ასე ვთქვათ, უჭირავს კიდეს, ხო? აი ის რაც მოხდა იბაშვილის თავს, თავდაცვის მინისტრის თავს, სწორედ ეს არის. ეხლა დაიჯერებს, ხო, რომ ივანიშვილი უცოდა, რომ ეს ხალხი რაღაც უშუალოა, ამორჩულია ეს ხო. უბრალოდ როცა დაჭირდა ეს მათ წინააღმდეგ გამოიყენა. ესეთი ამ რეჟიმის სახე და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ აი სადაც ვარ, აქედანაც რა თქმა უნდა არის გამოსავალი და ამ გამოსავლის ერთ-ერთი უძემდებლური და თავარი, ასე ვთქვათ, გამოსავლის ძიების დაწყება იწყება იქიდან, რომ გავიაზროთ რეალურად საქმე. და შეუძლებელი ნამდვილად არაფერია, თუმცა ეს არ არის ხა რაღაც ერთ მარტივი გამოსავალი და ერთ ნაბიჯიანი, ხო? ეს არის რაღაც კომპლექსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ახლა მთლიანად მთელი სახელმწიფო არა მხოლოდ კორუფციის კუთხით, თუმცა კორუფცია და სახელმწიფო მიტაცება არის საფუძველი იმ ყველაფრისა და იმ ყველა ასე ვთქვათ, ავი ქარებისა, რაც ჩვენს ამ საინტერესო თემა არის, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ხო კორუფციასთან ბრძოლის სტრუქტურები არ არსებობს, გაუქმებენ ხო ანტიკორუფციულ სააგენტოს, თუმცა როგორც ამბობენ, სუსმა აიღო ეს ხელში და სუსი მიხედავსო ამ საკითხს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია მედიასაც, დამოუკიდებელ მედიასაც, დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შორის თქვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც ამ თემებზე საუბრობდა და როცა თქვენ კორუფციაზე საუბრობდით, ნუ თქვენ გაცხადებდნენ მოღალატეებად, აგენტებად, რაღაც სხვა ქვეყნის მსახურებად და მერე თვითონ დაიწყეს ამ ხალხის დაჭერა, ვიზეს თქვენ საუბრობდით, რომ კორუფცია. ანუ ყველაფერი ხო თქვენს არასამთავრობო წინააღმდეგ ომით დაიწყო, ხო, რუსული კანონით. იმის გამო რომ ესენი რაღაც აი დაკვეთებს ასრულებენ და აღმოჩნდა რომ რა ვიცი ხო რასო მართლები იყავით ხო ამ კორუფციაზე როცა საუბრობდით. კი, მე რა გეთახმებით, მართლები ვიყავით ნამდვილად და ბევრს ამაში არ ეპარებოდა თავის დროზეც. არა მხოლოდ ეხლა დაინახა, არამედ თავის დროზეც და ეს
სინამდვილეში ეს ხო ზედაპირზე იდო, ხო? ჩვენ რასაც ვწერდით, ჩვენ რასაც ვიკვლევდით, რასაც ვაქვეყნებდით და ვაქვეყნებთ დღემდე არის ის, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე არის დაფუძნებული. ეს საჯარო ინფორმაციით, იმ რაღაც დიდი ბაზებით, რომელიც არის ღია, იქიდან ჩანს, ეს ყველაფერი ზედაპირზეა, ხო და ეს იყო სწორედ ერთ-ერთი და ეს არის სწორედ ერთ-ერთი დამახასიათებელი ამ ყველაფრისა, რომ აი ეხლა ბოლო დროს აღიარა ოცნებამ, რომ ვიღაცები იპარავენ და ეს ცუდია, თორე აქამდე ხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი იყო რა. ხო ვიცი, ყველა მიცოდა, რომ იქ რაღაც რომელიღაც რაიონში გამგებლის ძმა თუ გუბერნატორის ნათესავი რაღაც სახელმწიფო ტენდერებს იგებდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ხო? ეს რაღაც მიღებული იყო იგივე ნეპოტიზმი, როდესაც ერთ-ერთი პირველი ნეპოტიზმზე დავიწყეთ საუბარი და როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მახსოვს თქვა, ხო, აბა რა თავის ნათესავი დაასაქმაო, რაცო აბა შეხარ დაასაქმებდაო. და აი ამ გაგებით მოდი ეს რაღაც ძირიდან თავიდან ძირამდე გამომპალი სისტემა იმ ხრივ რაც სახელმწიფოს კუთხიდან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ხო სახელმწიფო ისე ვერც ერთ ქვეყანაში ვერ აშენდა, ვერ აშენდება და ვერ იარსებებს. ესე მხოლოდ ესეთი მაფიოზური კლანური სტილის მართლობის სისტემები კეთდება და ესენი შემდეგ იტაცებენ სახელმწიფოს, შემდეგ ისევ მდიდრდებიან, შემდეგ ერთი კლანი ებრძვის მეორეს, ეს ახალი არ არის, ხო? ხო, მაგრამ თქვენ ახლა რამდენად იკვლევთ ისევ კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს, ეს მაინტერესებს. ანუ მას მერე რაც დაიწყო ხელისუფლებამ, როგორც თქვენ ამბობთ, მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან თუ კლანური ბრძოლა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი დაიჭირეს საკმაოდ მაღალ ჩინოსნები, მინისტრები და მოადგილეები და შესაბამისად ამან იმოქმედა შეიძლება, ხო, ოცნების ჩინოვნიკებზე და შეწყვიტეს მათ შიშის გამო თუნდაც კორუფციულ ასე ვთქვათ მოპარვა ფულის ან ქრთამის აღება და რამდენად ადევნებთ ეხლამდელ მდგომარეობას თვალს? რა თქმა უნდა, მე ვადევნებთ, ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ რასაც ვადევნებთ და რასაც ვიკვლევთ, ეს აი ესე რაღაც ლაივ რეჟიმში არ უყურებთ, ხო, ჩვენი რაღაც ფულის გადაცემის ფაქტს თუ ასეთი მოხდა, ან რაღაც ვიღაცის მიერ რაღაცის დასაკუთრებით ფაქტს იმ მომენტში ხო არ ვიკვლევთ, ეს უნდა მოხდეს, ჩვენ რაღაც დაფიქსირდეს და შემდეგ ვიკვლევთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამას, რა თქმა უნდა, ვაქვეყნებთ ისევ და გავაგრძელებთ კიდეც. ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ მიუხედავად ამ ყველა რეპრესიებისა, მიუხედავად ამ კანონმდებლობის ცვლილებებისა, ისეთისა, რომ ფაქტიურად შეუძლებელს ქმნის ამის ისე გაგრძელებას, აქამდე იყო, ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს. ჩვენ ამ ახალ გზებს პოულობთ, ნაპოვნიც გვაქვს და აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ ეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რეალურად, ხო, ეს არის დაფუძნებული ჩვენს ღირებულებებზე, იმის წოდნაზე, რომ და იმის სურვილზე, რომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს გახდეს რეალურად ძალიან მაგარი ქვეყანა, დასავლური ქვეყანა. ჩვენ მე და ალბათ ყველაზე უფროსები ვართ, ხო, ზვიათქორიძე და ყველაზე უფროსები ვართ ალბათ ორგანიზაციაში და დანარჩენები არიან ახალგაზრდები, ხო, რაღაც, რომლებიც რაღაც უნივერსიტეტში ყოფნის დროს მოვიდნენ და გაიზარდნენ ფაქტიურად იქ, რაღაც ზოგი 20 წლის იყო დაახლოებით, 20 წელზე ცოტა მეტი. ეს ხალხი ამით მოყავს, აი ესმით და ეს გაგება აქვს, ხვდებით? ჩვენ ამ ბრძოლას ნამდვილად ამ სისტემას არ შევხვდებით. მეცაც გეტყვით რაღაც ახალ უფრო ყველაფერი რასაც იბადა გიორგი, მე აინტერესებს ასევე შენი აზრი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით ამ პროტესტის ფონზე, როცა სრულიან კანონმდებლობას და ხედავთ ხო ყოველდღიურად ხდება გამკაცრება ამ კანონმდებლობის იმის გამო, რომ ხა ეს პროტესტი არ ვიცი, აილაგმოს, ჩაიხშოს, გაქრეს თუ გასაგებია რა მიზანიც არის, ამას როგორ აფასებ ამ ყოველივეს, რაც ხდება ქვეყანაში ამ მიმართულებით? მე რა ესეც ხო მოსალოდნელი იყო, ხო? ჩვენ ვიცით რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, რა ნაბიჯები მას გადაუდგავს, რა ნაბიჯები გადაუდგავს ასევე მის მსგავს რეჟიმებს, იმიტომ რომ რეალურად მეგობრებო, რომ დავფიქრდეთ, ჩვენი რეჟიმი არაფრით არ განსხვავდება ბელარუსის რეჟიმისგან, მაგალითად, ან რუსეთის რეჟიმისგან. იმ ხრივ არ განსხვავდება, რომ მისი ბუნება არის ერთი. ამიტომ იქ რაც გაკეთდა, ესენი ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან
და ესეც მიდის კიდეც, უბრალოდ ისინი ცდილობენ რომ გარკვეული წითელი ხაზები არ გადაკვეთონ, რომ რაღაც ძალიან დიდი გაღიზიანება არ გამოიწვიონ ხალხის, იმიტომ რომ აი ამ გაღიზიანებების დროს მე სიტუაცია შეიძლება მათთვის უმართავი იყოს და ასევე რაღაცნაირად ცდილობენ რომ ეს ყველაფერი უფრო სწრაფად გააკეთონ და მათ შეცდომებზე ისწავლონ. მაგრამ ასევე არის მეორე მხარე, ხო? ანუ ჩვენ ვიცით რას აკეთებდნენ ისინი, შესაბამისად შევეცდებით რომ უფრო წად ვიყოთ ჩვენც იმაზე პასუხით, რასაც ესენი აკეთებენ. ესენი შეზღუდავენ კანონმდებლობით ყველაფერს რაც შეუძლიათ, ამას იზავენ ნელ-ნელა, ისე რომ ვინმეს არ გაიჭიროს მათ შორის უცხოეთში, თუ ვინმეს გონია რომ ოცნებას არ აინტერესებს დასავლეთი რას ფიქრობს მათზე, ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა, ძალიანაც ყურადღებით საუბრობენ, ძალიანაც უნდათ დასავლეთთან ერთის მხრივ ძალიან ნერვებს უქმნის ეს პროტესტი, რომელიც ამდენი ხანი მეორეს მხრივ ამ ალაგმაკეთებენ ისე რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით აკაკის მოხარშეთ, ხო, აი ცირკულში ჩააგდებდნენ ნელ-ნელა მოდი. აი ეს აკეთებენ და უნდათ რომ ესე გავიდეთ. მე მგონი ამასაც ადავლახავთ, იმიტომ რომ იქით მხარეს თუ არის ფულის სიყვარული, რუსეთის სიყვარული, ერთი კაცის მონობა, აქ მხარეს არის მილიონობით ადამიანის საკუთარი თავის და საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. ასწლიური მომავლისთვის ბრძოლა და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, რომელიც რა ვიცი, როგორც არ უნდა ეგონოს ივანიშვილს, რომ მისი საკუთრება ნამდვილად არ არის მისი საკუთრება და არც აუთმობ კიდეც რა. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი ონიანი გვერდთვებოდა საერთაშორისო გამომჭრალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. საუბრობდით კორუფციაზე, შეგახსენებთ 9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოფილა. მე გემშვიდობებით სულ 1 საათით 9:30-ზე დაგებრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე. მანამდე გიტოვებთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.